არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია. ფილმების სერიალის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მხარეთა და მუნიციპალიტეტთა პოტენციალის და რაც მთავარია ტურისტული სფეროს გამომზეურება. ამჯერად შიდა ქართლის რეგიონს, კერძოდ კი ქარელის მუნიციპალიტეტს წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის ფასდაუდებელი ნიმუშების მონახულების მსურველი ქარელში ტურისტული მოგზაურობისათვის დედაქალაქ თბილისიდან დასავლეთით უნდა გაემართოს, სადაც 98 კილომეტრზე მივადგებით ჩვენი სამშობლოს შუაგულში მდებარე მადლიან და მზით აფერადებულ ქარელის მუნიციპალიტეტს. ის შიდა ქართლის ვაკესა და თრიალეთის ქედზეა განფენილი. კონტინენტური სუბტროპიკულიდან ზღვის სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავა სასიამოვნო კლიმატურ პირობებს ქმნის ქარელში ვიზიტისა და დასვენებისათვის. სანამ ქალაქში შევალთ, გზად შეგვხვდება ვრცელი მინდვრების პეიზაჟი. ქარელში წამყვანი დარგია მაღალ დონეზე განვითარებული სოფლის მეურნეობა. ის მხარის ბარაქიანობის და დოვლათის მთავარ წყაროს წარმოადგენს. ქარელის ინტენსიურ ზრდას და განვითარებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ აქ გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის მაგისტრალი. თუმცა ქარელის სტრატეგიული დაწინაურება უფრო ადრე დაიწყო. ისტორიული ცნობები ქარელის შესახებ გვიან ფეოდალური ხანიდან არსებობს. 1715 წელს კი მოხსენიებულია რუისის საეპისკოპოსოს სამწყსოს დავთარში. ქარელის ტერიტორიების და დასახლებების განაშენიანებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ციციშვილების საგვარეულოს. ამჟამინდელი მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მათ სათავადოში, საციციანოში შედიოდა. აი დღეს კი ქარელის იერსახე ასეთია. ეს ქალაქის სადაც და კოხტად მოწყობილი ცენტრია. აქვეა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა. მმართველობის მთავარი პრიორიტეტია არსებული პოტენციალის ათვისება, განახლებისკენ სწრაფვა და საამისოდ ყველა ახალი პროექტი ამ კედლებში იქმნება. ხელმძღვანელობის მიზანია ასევე საზოგადოებრივი, კულტურული და ტურისტული პროფილის გაძლიერება, რაც მათი გათვლებით ქარელს ახალ სიცოცხლეს შესძენს. თანამედროვე სტილის სახელმწიფოებრივი შენობები მოხდენილობას მატებს ქალაქს. მის წინ მოწყობილი კოპწია და მყუდრო პატარა სკვერი, სადაც ქალაქში სეირნობისას შეგიძლიათ დაისვენოთ, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მეტი სიახლოვის და ნდობის ნიშანია. ქალაქის განვითარების გეგმა მიზანმიმართულად რომ ხორციელდება, ამის დასტურია წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია და მისი მოწყობის მაღალი სტანდარტები. ეს ნაგებობა თავისი იერსახითა და კეთილმოწყობის თვალსაზრისით ნათელს ხდის, რომ მხარის ხელმძღვანელობის პრიორიტეტების სერიოზული ნაწილია საგანმანათლებლო სფერო. განახლების ტენდენციის ნაწილია ქალაქის შუაგულში ახალი გუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა. ამ ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება. ქარელს კიდევ ერთი რელიგიური კერა შეემატება და ის აქაურობას სამეფო ჯიღასავით დაამშვენებს. ქარელის სიმდიდრეს წარმოადგენს მის წიაღში დაბადებული სახელოვანი მამულიშვილები. მწერალი და საზოგადო მოღვაწე შიო მღვიმელი, მისი შემოქმედებით დღესაც ამაყობს ქარელი. მადლიერმა შთამომავლობა მემორიალი გაუხსნა მოცეკვავეს, ქორეოგრაფს, მუსიკალურ მოღვაწეს, საქართველოს სახალხო არტისტ ჯანო ბაგრატიონს. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციის საქმეს. ქალაქში მდებარე პარკის პირას კი აღმართულია სამშობლოს ერთიანობისათვის ომში დაღუპული ქარელის მკვეთრთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი. ეს გამორჩეული სტილის შენობა კულტურის სახლია, რომელიც ქარელში გამართული თეატრალური თუ სხვა ღონისძიებების მუდმივი მასპინძელია. ქალაქში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია მრავალი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატი. უძველესი სარკოფაგის ნიმუშები, ბრინჯაოს იარაღები, თიხის კერა, კერამიკული ნივთები და სხვა უამრავი. ამ ორივე ობიექტზე მიდის სარემონტო სარესტავრაციო სამუშაოები და მალე საინტერესო ტურისტულ ადგილებად მოგვევლინება. ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია ეს გემოვნებით მოწყობილი კაფე, სადაც ნატურალური პროდუქტებით მომზადებული მრავალფეროვანი მენიუ დაგხვდებათ და სოლიდური სასტუმრო აბრეშუმის გზა. ქარელში სხვადასხვა ტურებით ჩამოსული დამთვალიერებლებისათვის ის საუკეთესო ადგილია დასაბინავებლად. მაღალი დონის სერვისი და სასიამოვნო გარემოში მოსვენება მეტ ხალისს შეგმატებს ტურისტული მოგზაურობისათვის. მას შემდეგ, რაც ქალაქს მოივლით, კომფორტულად მოეწყობით და ქარელის წარსულსა თუ აწმყოზე წარმოდგენას შეიქმნით, შეგიძლიათ მუნიციპალიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრს მიაკითხოთ, ტურისტული რუქა აიღოთ და ამ მარშრუტს გაუყვეთ.
ქარელის სამხრეთით თუ წახვალთ შეგხვდებათ წიფლნარ-თხილნარი ტყით შემოსილი ფერდობით გარშემორტყულ ადგილზე მდებარე ულამაზესი ბებნისის ტბა. მისი ფართობი თითქმის 5 ჰექტარს შეადგენს. ტბაში ბინადრობენ იშვიათი ჯიშის თევზები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გეგმავს ამ ადგილის ტურისტულ განაშენიანებას. რადგან ბებნისის ტბის მიდამო სათევზაო, ველური ტურიზმის, ეკოტურიზმის და საკემპინგე დასასვენებელი ტურიზმის განვითარების საუკეთესო საშუალებას იძლევა. აქედან კი უკვე ქარელის მთავარ ტურისტულ გეზს მივყვეთ, რომელიც შემეცნებითი, პილიგრიმული და ისტორიული ტურიზმის სახეობებს აერთიანებს. შედეგად მრავალ ახალ ისტორიას გაიგებთ და მრავალფეროვანი სანახაობის მომსწრე გახდებით. რუისის ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, გარშემო შემოვლებული რიყის ქვის დაბალი გალავნით. ტაძრის დასავლეთით გალავანში ჩაშენებულია გვიანი ფეოდალური ხანის კოშკის სამრეკლო. თუმცა რუისის სამონასტრო არე ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან მოიხსენიება და ვარაუდობენ, რომ იგი ლეგენდარულ მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია. დღევანდელი სახით იგი მე-11 საუკუნეში აღადგინეს და დიდრულად მოურთავთ ორნამენტებითა და ბარელიეფებით. ფასადსა თუ ინტერიერში უხვადაა შემორჩენილი უძველესი წარწერები. ტაძარში აქა-იქ გვხვდება გვიან ფეოდალური ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. გამოხატულია ქერუბიმები, წმინდანები. თაღები მარტივი, მშრალი ორნამენტებითაა მოხატული. მოხატულობის კოლორიტში ჭარბობს მკვეთრი ფერები, რაც ქართული და აღმოსავლეთ ევროპული ფრესკული მხატვრობის ნაზავია. 12 წახნაგა მაღალი გუმბათი მასიური შიდა სივრცის გვირგვინივით არის და სარკმლებიდან შემოსული 10 ნათი შარავანდედად ადგას ტაძარს. $1003 წელს ამ ისტორიულ ადგილას ჩატარდა რუის ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ამ პერიოდის საქართველოს განმტკიცება გაძლიერების საქმეში. ამის დასტურია იმ პერიოდში დაწყებული დიდი აღმშენებლობას და ხუროთ მოწყრულ ძეგლთა სიუხვე. რუისშივე დგას ადრეული ფეოდალური ხანის ხარების ტაძარიც. ქვიშაქვის კვადრებით ნაშენი ტაძარი ქვის მოზაიკას მოგაგონებთ. ინტერიერის ორიგინალური კომპოზიცია გამორჩეულია თავისი უჩვეულოდ ვიწრო, მაგრამ პროპორციული საკურთხევლით, მაღალი თაღებით გამიჯნული დარბაზებით და კედლის სიღრმეში შემორჩენილი ფრესკებით. აქ ანალოგიაზე მუდამ არის დაბრძანებული ხარების ხატი მარიამ ღვთისმშობლის ცხოვრების სცენებით. ურბნისი, მართლმადიდებლობის კიდევ ერთი უნიკალური სამკვიდრო. აქ წარმართული კულტის ადგილას აიგო ურბნისის სიონად წოდებული სამნავიანი ბაზილიკა. იგი აშენდა მე-5-მე-6 საუკუნეების მიჯნაზე, რასაც მოწმობს ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერები. ტაძარი, რომელიც ადრე ფეოდალური ხანის დიდი ბაზილიკების ჯგუფს განეკუთვნება, წმინდა სტეფანეს სახელს ატარებს. ტაძრის კედლებს ამჩნევია მე-9 და მე-15 საუკუნეებში აღდგენის კვალი. შიდა სივრცე მასიურია. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ჯვრისებრი სვეტებით. ეკლესიის კედლებზე ქართველთა მფარველ და მწყალობელ წმინდანთა შესანიშნავი ხატებია დავანებული. შემდეგი ღირსშესანიშნაობა სოფელ სამწევრისში გველოდება. აქ თავდაპირველად მე-7 საუკუნეში აგებული წმინდა ჯვრის ეკლესია მდგარა. როგორც ვიცით, ქარელის მიდამო თავად ციციშვილებს ეკუთვნოდათ. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში აქ ააშენეს ციხე-დარბაზის კომპლექსი, საფეოდალო რეზიდენცია და ამ მხარის დაცვას იგი უზრუნველყოფდა შემოსეული მტრისაგან. სამწევრისის ციხე-დარბაზს დიდი ფართობი ეკავა. მასში შედიოდა დიდი კოშკი, გალავანი, ეკლესია, სასახლე და სხვა ნაგებობები. ამ ნაგებობათა დროთასვლისაგან შელახულ ნაშთებში დღესაც იგრძნობა ოდესღაც კოლოსალური ციხე-დარბაზის სიდიადე. წმინდა ჯვრის გუმბათოვან ეკლესიაში ამჟამად მამათა მონასტერია, ხოლო მოგვიანებით აგებულ ტაძარში დედათა მონასტერი. ჯვრის ეკლესია მოხატულია. წმინდანთა ხატებები, ანგელოზთა გუნდები და ქართველ მეფეთა სახეები ერთმანეთს ენაცვლება. სამწევრისის კომპლექსით მოხიბლული და აფორიაქებული კიდევ ერთხელ გადაავლებ თვალს ამ არეს და უნებურად გახსენდება ეკლესიას და ციტადა.
ამაოებათა, ყოველივე ამაოა. ასეა, ყველაფერი წარმავალია, მხოლოდ უფალია მარადი. ქარელის ჩრდილოეთით ტურისტულ სვლას თუ განვაგრძობთ, შეგხვდება ორი განსაკუთრებული ისტორიული ძეგლი, სოფელ ბრეთსა და სოფელ დირბში. ბრეთის ეკლესია მე-6 საუკუნეში დაუარსებია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, მამა პიროს. შემდეგში პიროს ბრეთელს და იგი ძლიერი რელიგიური, კულტურული და მწიგნობრული კერა გამხდარა. წმინდა გიორგის დარბაზული ტაძარი კი მე-9 საუკუნეებით თარიღდება. აქ შემორჩენილია მე-11 საუკუნის ვერცხლის საომარი ჯვარი, უიშვიათესი ნიმუში, რომელიც სამშობლოს დასაცავად მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ ჯარს გამარჯვებას უქადდა. ინტერიერის მოხატულობა შედარებით ახალია. ფრესკებში აღბეჭდილია ბიბლიური სიუჟეტების და ქრისტეშობის სცენების ვრცელი გალერეა. დირბის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი სრულიად თვითმყოფადი ნიმუშია. შემორჩენილი მონაცემებით დირბის თავდაპირველი ტაძარი ჯერ კიდევ 957-967 წლებში აუშენებიათ. დირბის თავზე ისტორიის ჩარხი არაერთხელ დატრიალდა. მე-16 საუკუნიდან მოყოლებული მას არაერთი მფლობელი გამოუცვლია. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაპარტახებული ტაძარი 2000-იან წლებში აღადგინეს. მე-17 საუკუნეში აუგიათ დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება და თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა. მთის ფერდობზე ტერასებად შეფენილი რიყის ქვის მტკიცე გალავანი თითქოს ღვთის ზღუდეთ აღმართულა ურწმუნოებისაგან ტაძრის დასაცავად. რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძრის შიდა ნაწილსაც. ჩამოსცილდა ნალესი ფენა და შეგვიძლია ვიხილოთ მე-14 საუკუნის განსაცვიფრებელი ფრესკები. ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ კომპოზიციას მოხატულობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. მათ შორის გამორჩეულია ფრესკა, სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული მიდგომილი ღვთისმშობელი, ანუ ორსული მარიამი. იგი აბსოლუტურად უნიკალურია, რადგან მსგავსი ფრესკა ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში. თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ფრესკა კი თავისი მასშტაბით იმდენად შთამბეჭდავია, რომ სიკეთის სამუდამო გამარჯვების იმედით აგავსებთ. ჩვენი მოგზაურობის ბოლოს კი მივადგებით ყინწვის. ყინწვისის სამონასტრო ანსამბლი ქართული ხუროთმოძღვრების უბადლო ნიმუშია. კომპლექსში შედის სამრეკლო კოშკი, რამდენიმე მცირე ეკლესია, გალავანი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურ ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნით თარიღდება. კარიბჭეები მე-14 საუკუნეში მიუშენებიათ. ფასადების სისადავე ტაძარს ბუნებრიობას და ჰარმონიულობას სცემს. ტაძრის ინტერიერი კი ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშია. იგი მე-13 საუკუნეში თამარ მეფის პირველი ვეზირის დაკვეთით მოიხატა. ეპოქის შესაბამისობაში მოდის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული ფრესკები, გიორგი მესამე, თამარ მეფე და ლაშა გიორგი. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. მხატვრობაში ძირითადად გამოყენებულია ნახევარტონები და ოქროსფერი. ფიგურები პლასტიური და დინამიურია, სახეები მეტყველი. უნებურად შეიგრძნობ, რომ ფრესკებიდან თითქოს გაცოცხლებული წმინდანები გიმზერენ. მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია უფლის საფლავის ლოძზე მჯდომი ანგელოზის გამოსახულება, რომელიც ყინწვისის სიმბოლოდ ითვლება. აქ მთავრდება ჩვენი ტურისტული მოგზაურობა. ქარელი, რა თქმა უნდა, არ არის ტურისტული მეგაცენტრი, მაგრამ აქ არსებული და შემონახული მრავალი ისტორიული თუ ხუროთმოძღვრული ღირსშესანიშნაობებით არავის ჩამოუვარდება და ბევრი სხვა მხარისთვის საშურველიც კი არის. რაციონალურად შემუშავებული ტურისტული მარშრუტი თქვენთვის აზარტულს და სასიემოვნოს გახდის აქ მოგზაურობას. ქარელის სიძველეთა მონახულებისას თავი ისტორიის ლაბირინთებში გეგონებათ და რეალობას ისე მოწყდებით ვერც კი შეამჩნევთ. ახლა კი ის გადაგვრჩენია უკან დავბრუნდეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ტურისტული ღირსშესანიშნაობების ღვთაებრივი ნიმუშების სანახავად მრავალი ჩამოსული თუ ადგილობრივი ტურისტი გამოემართება ქარელის ისტორიული მხარეს.